ჩვენ დავბრუნდით, თქვენ კომუნიკატორს უყურებთ და როგორც გადაცემის დასაწყისში უკვე დავაანონსე, დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ღამის ფლიმარკეტზე და ღონისძიების ორგანიზატორი არის ქეთი მანგოშვილი. დღეს ჩვენთან სტუმრად. დიდი მადლობა რომ მოხვედი ქეთი. მადლობა მოგესალმებით. მეორეჯერ ფლიმარკეტზე. არიღე არ მახსოვს, მაგრამ ვიყავ. მაშინ ვსაუბრობდით საშობაო ფლიმარკეტზე იყო გამართული უკვე და თვარწდები ასევე თაცმიდის სივრცეში ტარდებოდა ეს ფლიმარკეტი. კი, აქვე და მაშინ თქვი რომ თქვა სიხშირე ამ ფლიმარკეტის გამართვის თავყრილობები უწოდოთ, მოდი. დამოკიდებული არისო მზეზეო. კი. ესე თქვი. კი. და აი რამდენი მის მერე გამართეთ სადმე კიდე? იმის მერე გვაქვს ძალიან რთული გაზაფხული და ზაფხული. ძალიან სულ წვიმის. გამართეთ რამოდენიმე, მაგრამ ნუ უფრო მეტი უნდა გაგვემართა, რაღაც წვიმიანი გრილი ზაფხული გქონდა. მეც ხშირად შაბათ-კვირებს ემთხვევა და ამ დროს არის ყოველთვის მთელი კვირა იყო ხოლმე მზიანი ამეთი და შაბათ-კვირას წვიმდა. ისო კლასიკურ ადგილზე დედაენის. კლასიკურ ადგილზე დედაენის ბაღში იყო ფლიმარკეტი, ყოველთვის კლასიკურ ადგილზე იქნება და არასდროს არ შეიცვლის ლოკაციას, იმიტომ რომ როგორც წინა გადაცემაში ვთქვით, არ არის ეგ არც ჩემი და არც არავის პროექტი, ადრე თუ გვიან რაღაც ქალაქს უნდა დარჩეს, რომ ეგეთი ადგილი იყოს. და კონდეს თავისი ადგილი აქეთ-იქით, ამიტომ არ ვატარებთ, რომ მუდმივი ლოკაცია კონდეს და შეეჩვიანონ და ჩვენ შევეჩვიოთ. თუმცა ღამის ფლიმარკეტი საკმაოდ მიღებული პრაქტიკა არის ბევრ სხვა ქვეყანაში. ჩვენც გადავწყვიტეთ ღამეს გადმოვიტანოთ ფლიმარკეტი და რას უნდა ველოდოთ, როგორც ვიცი საკმაოდ სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები გაიარეთ. ღამის მარკეტები ხო ძალიან ესეთი პრაქტიკა არის, ნუ სადაც პრინციპში არის ფლიმარკეტები, ყველგან არის ხომ ღამის მარკეტებიც. მით უმეტეს რომ ზაფხულში რაღაც პერიოდი ვჩერდებით ხოლმე, როცა ძალიან ცხელა, ან დღის განმავლობაში აი პარკის შეუძლებელია არაფერი არ ხვდების, ხო შეუძლებელია. ამიტომ ვიფიქრეთ, რომ აი დრო არის ეს საღამოს და ღამის მარკეტების ვარიანტი გავაკეთოთ. და დავგეგმეთ სამუშაოები გვაქვს ძალიან სერიოზული მოლოდინები. მეც მაქვს არ ვიცი რა გამოვა, იმედია რომ კარგი გამოვა და მოგვეწონება. ვიცით, მერცე სამარშრუტო ტაქსის გადაჭრაც კი მოგიწიათ შუაზე იმისთვის რომ ახალი ორიგინალური დიზაინის სცენა იყოს მარკეტზე. ეს მე დაგასპოილე. გაიპარა ეთერში, მოკლედ, მაგრამ მაყურებელს მე მგონი გაეხარდება და უფრო დააინტერესებს ეს ყველაფერი. ამას ეგრე გამოვიდა ვამპირები. კი. აღარ ძესაც არ ვემალებით. ანუ ღამის მარკეტი ცოტა განსხვავებული. არ დაიწყება ეს ღამე, დაიწყება საღამოს, სადღაც 6 საათიდან მონაწილეები უკვე ამოვლენ. გვაქვს ძალიან ლამაზი ადგილი მთაწმინდის პარკში, არის ხეებით დაფარული, რაღაც ტყის მონაკვეთი, ეშმაკის ბორბლის თავზე, გადმოყურებს მთელ თბილისს, არის ძალიან ლამაზი და ჩანს მზის ჩასვლა. გვინდა რომ მზის ჩასვლამდე შევიკრიბოთ ხოლმე, ეს მონაწილეებმა გაშალონ და გვინდა რომ მზის ჩასვლიდან მზის ჩასვლის ეს რიტუალიც რაღაც სადვაქციოთ რა და ეს მზე ერთად გავაცილოთ ხოლმე და მე ღამეს დავრჩეთ, სანამ არ მოგვეზრდება, მე დავიშლით. მონაწილეებსაც შეეხება იქნებიან ეს ძირითადად იგივე მონაწილეები, ვისაც დედაენის ბაღში ხვდებით და კიდევ მუსიკოსები დაემატნენ, საკონცერტო აქტიური სცენა იქნება. კი, ხო, ამ ეტაპზე რადგან ესეთი რაღაც ღამის ვერსია არის, დავამატეთ მუსიკოსებიც. მზე რო ჩავა მუსიკას დაიწყება, მზის ჩასვლასთან ერთად. მონაწილეები ხო იგივე იქნებიან, ანუ ესეთი ღონისძიება არის, ვერ აკონტროლებ შენ სრულყოფილად ვინ მოვა, ვინ არ მოვა, ხო, ანუ ესეთი თავისუფალი სივრცე არის და ალბათ იგივე მონაწილეები იქნებიან. კიდევ ერთხელ შეგვიძლია მაყურებელს მაინც სიტყვა ფლიმარკეტი განვუმარტოთ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ალბათ ყველამ განსაკუთრებით კომუნიკატორის მაყურებელმა იცის უკვე რა არის ეს, რას უნდა ველოდოთ თაწმინდის პარკზე. ფლიმარკეტი ზოგადად არის ძველმანების ბაზრობის ესეთი რაღაც მიღებული, როგორ ვთქვათ, არ ვიცი, რაღაც ესეთი სქემა, კონცეფცია, რომელიც ჩვენთანაც არის პრინციპში რაღაც იქ შრალხიძე, მაგრამ ეს ცოტა სხვანაირი ღონისძიება არის რა, აქ მარტო რაღაც ნივთები არ იყიდება რაღაც ერთმანეთთან ურთიერთობის და რაღაც კომუნიკაციის და აი შეთანხმება რაღაც ღიაცის ქვეშ, უბრალოდ დროის გატარების საშუალებაც არის გარდა იმისა, რომ ძალიან ბევრ ნივთს აღმოაჩენ საინტერესო ადამიანებს იპოვით ან აქ და ეგ არის კიდე ძალიან მნიშვნელოვანი და დაიბადნენ კიდე ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანები. ძალიან ბევრი თინეიჯერი მოდის ბოლო დროს და ყოველ ჯერზე რაღაც ახალ-ახალ რაღაცებს იგონებენ, ხან ზოგი გრაფიკებს აკეთებს, ზოგი რაღაც და ძალიან მომწონს მაგ პროცესს რომ უყურებ რა, რომ თავი ის არის რომ გამოირჩევა იმით, რომ უფრო ტენდენცია არის ხელნაკეთი ნივთები უკვე. კი, ხო, ჩვენთან ეგეთი სახე მიიღო, რომ ტენდენცია აი რა ტიპის თქვა ნახატებია, არის ნახატები, არის სამკაულებიც, არის ჩანთები, არის პრინტები, არის რაღაც სტიკერები, ყველაფერი აბსოლუტურად, აი რაც კი შეიძლება რომ წარმოიდგინო, აბსოლუტურად რაღაც ხელნაკეთი, ტანსაცმელიც კი არის, ნიკო მაგალითად რაღაც ფეხსაცმელიც კი არის, ხელნაკეთი, აბსოლუტურად ყველაფერი არის. ძალიან მნიშვნელოვანი ზრა მოხდა, მე ვაკვირდები პირველ ფლიმარკეტს და ახლა ბოლო ღონისძიებებს და ნამდვილად იმ ადამიანების რიცხვმა, ვინც თავის ხელით რაღაცას აკეთებენ, იმაში ფულს ხარჯავენ, რომ დაბეჭდონ, თუნდაც ეს ბლოკნოტი იქნება თუ თავის ფოტოსურათი, ამის мотиваცია გაუჩნდათ და ეს ტალღა იზრდება, ხო შეიძლება ითქვას. და ეგ არის ჩვენი мотиваტორიც, რომ ფლიმარკეტებს ვაკეთებდით და ვაკეთებ და რომ ახლა ნაით მარკეტით შემოვიღე. ძალიან მომწონს მაგის ყურება, აი მესამე წელია უკვე ეს
როგორ იცვლებიან მონაწილეები, როგორ ემატება ახალ ხელსახები, ეხლა ძალიან დაიწია ასაკმა, ანუ უფრო რაღაც ის თინეიჯერები, ძალიან რაღაც აქტიურები გახდნენ, სულ რაღაცა, ანუ ადრე თუ აი პირველ ჯერზე ერთი-ორჯერ მოვიდნენ, შემოგხედეს, იყიდეს, ორ კვირაში უკვე მოვიდნენ და თვითონ გააკეთეს რაღაცები და ყიდნენ და მე ძალიან მომწონს ეგ პროცესი. მგონია რომ ძალიან სასარგებლო არის. კეთილი შე მუსიკოსები ახსენე, ხო? ანუ მუსიკალური მხარეც ექნება, ელექტრონული მუსიკა. კი, ელექტრონული მუსიკა, კი. ელექტრონული მუსიკა და დავასპოილეროთ თუ არა, კი, როგორ არა, იმედი დაიდო უკვე და შეგვიძლია დავასპოილეროთ, კონო, ზურკინი, ეში ესე გამოიყურება ჩვენი ლაინაპი. მუსიკა დაიწყება მზის ჩასვლიდან, როგორც თქვით და მუსიკაც ისეთი იქნება განწყობის შესაბამისი. კეთი და დარწმუნებული ვარ მაყურებელს შორის თინეიჯერებიც არიან, სხვა ასაკის ადამიანებიც არიან, ვისაც შეიძლება შემოუერთდეს, უნდადეს შემოუერთდეს ფლიმარკეტს. როგორ ხდება თქვენთან დამეგობრება? მონაწილეობას მიღება როგორც ყოველთვის არის თავისუფალი, არ საჭიროებს წინასწარ არაფერს. უბრალოდ night market შეუცვალეთ ლოკაცია გამომდინარე იქიდან რომ არის ღამის და ნუ ეს ასე ვთქვათ უფრო კომფორტული იყო ჩვენთვის, მით უმეტეს რომ თაწმინდის პარკი გვეხმარება ამ საორგანიზაციო საკითხებში, უსაფრთხოების საკითხებში და ასე შემდეგ. დასწრება არის თავისუფალი, უბრალოდ უნდა მოვიდნენ თაწმინდის პარკში დღის განმავლობაში მუშაობს სამივე შემოსასვლელი პარკის, ღამე 4-მდე იქნება ფუნიკულიური და პარკინგის მხრიდან შემოსასვლელიც იქნება მთელი ღამის განმავლობაში გახსნილი. და სტენდები თუ არის საჭირო თუ თვითონ ფლიმარკეტი სტენდები არ არის საჭირო, ესეც რაღაც ჩემი ახირება არის, რომ არ მომწონს ეს რაღაც სტენდები რო დგას ხოლმე, იმიტომ რომ რადგან ჩვენი მარკეტი არ არის რაღაც ბაზრობა, ასე ვთქვათ რა, უფრო რაღაც ეს ინფორმაციის გაცვლის და ურთიერთობის საშუალება არის, აი მგონია რომ ეს ლავკაში გამოკეტილი ადამიანებს რაღაც შეუზღუდა ამის საშუალებას, იმიტომ რომ მონაწილეებიც ერთმანეთში ცვლიან, ანუ რაღაც ცოტა სხვანაირი სიტუაცია არის და სულ არ ხომ წინააღმდეგ მიუხედავად იმისა, რომ ალბათ მონაწილეებისთვის კომფორტული იქნებოდა მაგიტას დალაგება, მაგრამ მგონია რომ ეს პლედები და გარემო ძალიან უხდება და იგივე გვექნება. ვისაც უნდა თავის მაგიდით შეუძლია მოვიდეს. ხო, ვისაც უნდა არავის არ უშლით, მაგრამ ეს რაღაც დახურულ სივრცეებში ადამიანების შესმა რაღაც არ მომწონს შეჭრებით. ნახოთ მე როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ამ ეტაპზე ეს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. უსურვებ თქვენ კომუნას და ჩვენ კომუნა შემოგიერთდეთ ორში და სამშია, ხო? კიდევ ხო. და ხმულ 3-მდე გრძელდება. საღამოს 6 საათიდან მაყურებელს შევახსენებ ჩვენი სტუმარი იყო ქეთი მანგოშვილი, ფლიმარკეტის ორგანიზატორი. ახლა კი უნდა გადავიდეთ რუბრიკაზე ცოცხალი, სადაც ბექა ბაღაშვილი შეასრულებს სიმღერას ჩემი ტანგო ქვია, მე მგონი არგენტინის მარცხს ეძღვნება კოპა ამერიკაზე. შეიძლება მოვისმინოთ თქვენ უყურებთ კომუნიკატორს.